დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გვექნება, ჩვენ რამდენიმე ხნის წინ უკვე გავაკეთეთ ვიტამინ Power-ის პრეზენტაცია თქვენთვის და მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა. დღეს უკვე აი აქ კონკრეტულად თამარ მეფის ფილიალში გვეყოლება სტუმარი, ძალიან საინტერესო, ორი სტუმარი, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. იქამდე მინდა მცირე შესავალი გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცით რა არის ვიტამინ Power-ი და შესაბამისად არც გსმენიათ ან არ გაქვთ ინფორმაცია, რაში შეიძლება გამოიყენოთ ეს ყველაფერი. მოკლედ, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთმა ქართველმა ადამიანმა, აკაკი მოწონელიძემ გააკეთა აი ეს ყველაფერი, რასაც თქვენ კაცში ხედავთ, თუმცა ასეთი ფილიალი და ასეთი მაღაზია ჩვენს ქვეყანაში უკვე არის საკმაო რაოდენობის, ასე რომ უბრალოდ იკითხეთ, სად მდებარეობს ვიტამინი G, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ვიტამინები, სპორტული საკვებ-დანამატები და რაც თავარია, ეს ყველაფერი არის ძალიან უსაფრთხო, უბნებელი და კიდევ უფრო მთავარი. ეს ყველაფერი იწარმოება უმეტესი, ამ ყველაფრის იწარმოება საქართველოში და ეს არის ქართული წარმოების პროდუქცია. რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, დღეს ჩვენი ვიდეოს სტუმრები იქნებიან ორი გიორგი, ორივე ბეროშვილი, მამაშვილი, ადამიანები, რომლებიც უდაოდ ლიდერები არიან თავიანთ სპორტის სახეობაში. თუ რა სახეობაა და რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რა მიღწევები აქვს და რის ხარჯზე აღწევენ ამ ყველაფერს, ამას სულ რამდენიმე წამში შეიტყობთ. თავიდანვე პატარაობიდანვე მიზიდავდა ძალისმიერი სპორტები. ბევრ სპორტში მაქვს ნაცადი, ბედი ასე ვთქვათ, მაგრამ რომელ სპორტშიც დავინახე, რომ უფრო კარგად გამომდიოდა და უფრო მეტად სიამოვნოდა ამ საქმის გაკეთება, ის სპორტი ავირჩია. და არც შემწდარ ვარ, რაც თავარია. 25 წელია ამ სპორტში გამოვდივარ, 25 წელი და არასოდეს მეორე ადგილი არ ამიღია. წონით კატეგორიაში არასოდეს 0 ამიღია. ანუ 0 ნიშნავს, რომ საერთოდ ვერც რაღაც შეცდომის გამო არის რომ 0-ს, მაგრამ სადაც მიასპარეზია და გამოსულ ვარ, მეორე ადგილი არასოდეს არ ამიღია, არასოდეს არ წამიგია წონით კატეგორიაში. ჯობნიდი ყველას და კიდევ გამიმეორებ, რომ მინდა რომ პირველად ჩემო ბიჭმა მომიგოს ამ სპორტის სახეობაში. ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ვძლებ, რომ მანამდე დაუმარცხებელი ვიყო და შემდეგ ვნახოთ. ასაკის პარალელურად რო შევხედოთ, ვთქვათ, ჩემ ამ ასაკში, რასაც ვაკეთებდი, ჩემზე მეც აკეთებს, უკვე ვფიქრობ, რომ მალევე შეძლებს მოგებას. გამჯერია და რაც თავარია, შეუპოვარია. არ ნებდება, თქვათ, რაღაც შედეგი რამდენიმე შეჯიბრზე გამოვიდა, თავიდან საპრიზო ადგილები დაიწყო, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე პირველ ადგილებს იღებს. ფეხბურთზე დიდი ხანი დავდიოდი და იქიდანვე ვიცი, რომ რაღაცას როცა გინდა მიაღწიო, დიდი ლოდინი გჭირდება და ბევრი შრომა გჭირდება ამისთვის და ყველაფერი უნდა გააკეთო და ამ სპორტში მაინც შევეცდები, რომ მივაღწიო მაქსიმუმს. გამიმართლა, რომ პროფესიონალთან ერთად ვარჯიშობ და რჩევებს მაძლევს და ასე შემდეგ. სულ 0-დანაც არ დამიწყე, ასე რომ ვთქვათ. თავიდან კი ვეურჩებოდი ხოლმე ცოტა, მაგრამ მე უჯერებდი და უფრო კარგად წამოვიდა შედეგები. თავიდან ზედმეტად, ასე ვთქვათ, ხშირად ვარჯიშობდი. რამაც გამოიწვია გადაღლა და ერთ წონაზე ვიყავი გაჩერებული და ნელ-ნელა უფრო ისევ გამოცდილების სწავლობ ადამიანის, სანამ კისერს არ მოიტეხავ, რომ ვისწავლე, რომ ხანდახან საჭირო არის, რომ ორგანიზმი დაასვენო, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, რომ ორი წინ გადადგა შემდეგ. როდესაც ახალგაზრდა ხარ, მეტი ენერგია გაქვს, უფრო მეტი აღდგენა გაქვს, ვერ გძნობ დაღლას, გადაღლას, მაგრამ ბუნებრივი პროცესია ეს, როცა ორგანიზმს არ ასვენებ, რაღაც პერიოდის მერე ვიღაცისთვის შეიძლება ერთ კვირაში იყოს, ერთ თვეში, სამ თვეში, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ხდება, ასე ვთქვათ, გადაღლა, რა დროსაც უკვე ფაქტიურად უკან იხევ. ამიტომ ჯობია რომ ცოტა მეტი დასვენება მისცე ორგანიზმს. ერთი შეხედვით თქოს მარტივი სპორტი არის, მაგრამ სხეულიც რა თქმა უნდა მუშაობს და ასევე ტვინის მუშაობს, ჭკვიანური მიდგომა არის საჭირო, დაკვირვება არის საჭირო შენ ორგანიზმზე, რას როგორ ითვისებ და აქაც გჭირდება, ასე ვთქვათ, მარტო ის არ არის, რა თქმა უნდა გენეტიკას აქ დიდი როლი აქვს,
მაგრამ შენ თუ ჭკვიანურად იმოქმედე, შეიძლება ვისაც გენეტიკები აქვს და არ ვარჯიშობს სწორად, აჯობო იმას და გადაასწრო სწორი ვარჯიშით, შენი ორგანიზმის მოსმენით და ასე ვთქვათ, გამოცდილებით, რასაც დააგროვებ ამ წლების განმავლობაში, როცა იქნები ამ სპორტში, ასე რომ არ არის რაღაც მარტივი მიხვიდე წონები აწიო, სჭირდება ამასაც, ასე ვთქვათ, ამ წონების აწევის მიღმა ძალიან ბევრი რაღაცა არის, არა მარტო ვარჯიში, ასე ვთქვათ, გათვლების ბევრი არის საჭირო. მოზარდობის ასაკში ჯერ კიდევ დასასრულებელია ამ ბავშვის ვთქვათ ხტილების ჩამოყალიბება ბოლომდე, მყესების, კუნთების ყველაფრის და რა თქმა უნდა სიფრთხილე ჭირდება. შემდეგ უკვე ასაკის მატებასთან ერთად შეგვიძლია წონებიც გავზარდოთ, მისვლების რაოდენობაც, მაგრამ როდესაც მოზარდია, აუცილებელია რომ სიფრთხილეთ მოვეპყროთ წონებთან ვარჯიშს. არ შეიძლება ეგრევე 30 კილოს დამატება, იმიტომ კუნთმა შეიძლება აგიწიოს, მაგრამ მყესი ვერ გაუძლებს. მყესი მიუჩვეველია და 100%-ით არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხდება ტრავმის მიღება, როდესაც უცაბედად ვამატებთ წონებს. აუცილებელია მყესიც იყოს მიჩვეული ამ წონას და ნელ-ნელა ეტაპობრივად გავზარდოთ. წონები როგორც ახსენა, უნდა გაზარდო. ყოველ ვარჯიშზე ვერ გაზრდი. ერთი ვარჯიში სიტყვაზე გაქვს მსუბუქი ან ორი ვარჯიში, შემდეგ იწევს მძიმე ვარჯიშზე მიხვიდი აუცილებლად, რომ სადღაც უნდა მოვუმატო წონას, იმიტომ რომ სულ თუ მსუბუქად ივარჯიშებ, მაშინ მძიმე წონაზე ვერ ხვალ, იმიტომ რომ მყესები ვერასდროს ვერ იქნება მზა და თუ სულ მძიმე წონით ივარჯიშებ, მაშინ მყესებს ზედმეტი გადატვირთვა მოუწევს და საბოლოო ჯამში მაინც უკან მოგიწევს დახევა. ყოველ დღე მაგალითად უნდა დაიძინო, როცა საჭირო არის, რომ აღდგენა მოხდეს, იკვებო სწორად და რაღაცებზე გიწევს უარის თქმა, რაც ნებისმიერ რაღაცაში მსგავსად არის, რაც არ უნდა ავიღოთ, თუ მინდა რომ რაღაცას მიაღწიო, რაღაცა უნდა დათმო. რა თქმა უნდა, როდესაც ძალისმიერ სპორტში ხარ, ტრავმები გარდაუვალია, რა ვიცი, ღმერთ მაქნას ყველა მისე დაამთავროს თავისი კარიერა, რომ ტრავმა არ მიიღოს, მაგრამ როდესაც ძალისმიერ სპორტში ხარ და ძალიან დიდ წონებს ეჭიდავები, ხშირია ტრავმები, რა თქმა უნდა. წესით ეხლა გიფში უნდა მეჯდეს ხელი, მაგრამ როგორც ხედავთ, კამარი მოვიგე, იმიტომ ვიცოდი რომ კამარი იყო გათამაშებაში, არ გავიკეთე ოპერაცია, გავრისკე, მაგრამ კარგია რომ გავრისკე, რა თქმა უნდა ამ გადმოსახედიდან ამ ბიცეპსის გაწყვეტას, რა თქმა უნდა, თავისი მინუსები ქონდა აღნიშნულ შეჯიბრზე, იმ წონაზე აღარ მივედი, რაც შემეძლო აწევა, ეხლა ვინც კადრები ნახა თქვა ამ შეჯიბრის, დავამთავრე 240 კილოგრამით, კიდევ შემეძლო აწევა, მაგრამ უბრალოდ არ გაურისკე, იმიტომ რომ ტრავმაა და თავისი გაფრთხილება ჭირდება. ძალიან მინდოდა ამ კამრის მოგება, ვიცოდი რომ კამარი იყო გათამაშებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ სპორტში ეს კამრები არ არის ხოლმე ძირითადად მედლებია, თასებია, სხვადასხვა პრიზები, მაგრამ კამრები არასოდეს არ ყოფილა. წელს დაიწყეს ამ სპორტის სახეობაში შემოვიდა უკვე ტენდენცია, რომ ათამაშებენ კამრებს, რაც ძალიან კარგია, მისასალმებელია და უფრო ლამაზია, რა თქმა უნდა, კამრის მოგება და ასე ვთქვათ, ქონა და რა ვიცი, ალბათ შემდეგშიც გაგრძელდება და კიდევ ვეცდები, რომ ბევრი კამარი მოვიგო. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი არის, რო უყურებს, ამა ჩემი იგივეს რო გავდივარ სიტყვაზე, რასაც თვითონ გადიოდა და გეხმარება რა თქმა უნდა შეჯიბრზე რომ რაღაცა მეტი გააკეთო სიტყვაზე ვიდრე ისე გააკეთებდი რა უფრო მეტი პასუხისმგებლობით ხარ ასე რომ ვთქვა რა ხო რა თქმა უნდა ეხლა შენი შვილი რო იგივე გზას აგძელებ რაც შენ თუ რა თქმა უნდა ცუდ გზას არ ადგახარ გაგიხარდება ყველა ამ შოუბერს და მამას გაუხარდება რომ შვილი იგივე გზას გაყვეს და უფრო წარმატებული იყოს რა ვიცი თუ რამე ხელშეწყობა შეუძლია უნდა შეუწყოს რომ უკეთეს ანუ ყველას უნდა უნდოდეს რომ შვილი თავიზე უკეთესი იყოს. ეს არის დიდი პროცესი, დიდხანს უნდა იფიქრო. ნუ მეც დარბაზში რომ მივდიოდი ხოლმე, ალბათ რაღაცა ეს შენი ეგოსთვის, ამ პარტნიორებისთვის რომ რაღაცა დიდ წონაზე შედიხარ, ყოველ ვარჯიშზე გინდა რომ შენ თავს დაუმტკიცო და რავი, გარშემო თუ არიან ვიღაცები რომ დაანახო რომ შეგიძლია. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ტოვებს იმას რომ აიკიდებ ტრავმას. ხანდახან უნდა ეს ეგო დაიმდაბლო, ცოტა ჭკვიანურად მივდგე რაღაცეებს, ყოველთვის რომ შენს მაქსიმუმზე მიხვიდე ყველა ვარჯიშზე. თავდაპირველად როცა დაიწყებ ვარჯიში 3 თვე, 4 თვე შეიძლება გაგიქაჩოს მყესება, მაგრამ შემდეგ უკვე გაჩერდება წონა და შეიძლება საერთოდ ვარჯიშსაც თავი გაანებო, იმდენად ასე ვთქვათ, ყელში იყოს ამოსული და ვინც ხშირად ვარჯიშობს, იციან ეს შეგრძნება და ამის შემდეგ სპორტსმენები აკეთებენ ხოლმე ერთი კვირა მსუბუქ ვარჯიშებს, ან საერთოდ თავს ანებებენ და შემდეგ ბევრ აძლიერები ბრუნდებიან. იყო მომენტები, რომ სანთლის სუქში ვარჯიშობდით და ლამპის შუქზე, რა ვიცი, ეხლანდელთან შედარებით მოკლედ ხაზი რო გავალოთ ამ დანამატებით არის 64, იმიტომ რომ ნებისმიერი კუთხით რაც არ უნდა გჭირდებოდეს ნებისმიერ სპორტში, მოიპოვება, მით უმეტეს ვიტამინში უამრავი არჩევანია, ნებისმიერი მიზნისთვის შეძლებ იმ პროდუქტის შერჩევას და ყიდვას, რაც გჭირდება და თქვა დაგეხმარება იმ მიზნის მიღწევაში, რაც
თქვათ, გააქვს დასახული. ძირითადად მე ვარჩევ ისეთ პროდუქტებს და ისეთ პროდუქტები მიმაქვს ხოლმე ყოველთვიურად, რომელიც მემატება მეხმარება ენერგიის მომატებაში და გამძლეობაში. პირველი რა თქმა უნდა, რაც მიმაქვს აუცილებლად არის კრეატინი. მოიხსენებოდი კრეატინის საუკეთესო ამ შემთხვევაში, როცა გჭირდება გამძლეობა, ძალა, ენერგია. მეორე რაც შეუცვლელია ჩემთვის ეს არის L-არჯინინი. ვარჯიშის დროს საუკეთესო ფამფისთვის და მესამე არის გლუტამინი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ მეხმარება აღდგენაში. ეს სამი პროდუქტი არის ჩემთვის შეუცვლელი და თუ სიტყვაზე სეზონი არ არის შეჯიბრების და უბრალოდ ვარჯიშობ, ამ პროდუქტებს ვამატებ ხოლმე პროტეინს. ხორცის პროტეინი, რა ვიცი, ეს ახალი გემოა და ძალიან მომწონს. რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება ყველამ გასინჯოს, იმიტომ რომ გემოთიც საუკეთესოა, როგორც ხარისხით. ქართული წარმოებისაა, საუკეთესო ხარისხია. უკვე რაც დაიწყო ვიტამინმა ამ პროდუქციის წარმოება ვიყენებ და ჩემი შედეგები საუბრობს ამ პროდუქტების ხარისხზე. შენზე არის დამოკიდებული რაღაცები, ხანდახან ხალხს გონიათ ხოლმე რომ აი რაღაცას კრეატინს რო დაალევენ, ეგრევე გაიბერებიან და რაღაცა ხელიც უნდა გაანძრიო და გეხმარება შემდეგ ეს დანამატი რომ რაღაცა შედეგს მიაღწიო, ისე არ არის რომ რაღაცა ჯადოსნურად აგაფეთქოს სიტყვაზე რა. შენ თვითონც უნდა ივარჯიშო და ამ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანი არის, ბევრი ისეთი დანამატები არის, რომელიც ასე ვთქვათ, მყესების გაძლიერებას უწყობს ხელს და ნუ სამჯთან დაკავშირებით თავარი არის მყესები და დამხმარე არის, რა თქმა უნდა, დანამატები. უნდა იცოდე, რომელი დანამატი რისთვის არის საჭირო. როგორ გამოიყენო და წეღანაც აღნიშნე, დოზები აუცილებელია. მაგალითად, ზოგს გონია, რომ რა ვიცი, სამაგ დოზას თუ დალევს რაღაცა, სამაგი შედეგი ექნება და ეს ასე არ არის. ეს არის დანამატი, იმიტომ ქვია, რომ გეხმარება იმ შედეგის გაკეთებაში, რომელსაც, თქვათ, მიზნად ისახავ. ეს არ არის, რომ, თქვათ, დალევ და ამან იმუშაო შენს მაგივრად. ეს გეხმარება, გააჩნია მიზანი რა გაქვს, წონის დაკლება გაქვს. მიიღებ ცხიმწვერს, რომელიც მოგეხმარება, მაგრამ პროცესი უნდა გქონდეს უკვე ისეთი, რომ შენ ცხიმს წვავდე და ეს დაგეხმარება, რა თქმა უნდა, მეტად შეგიწყობს ხელს, მოგცემს ენერგიას, მეტ ცხიმს დაწვავ ვარჯიშის განმავლობაში. დამხმარე საშუალებებია, რა თქმა უნდა, ეს დანამატები. თავარია ბოროტად არ გამოვიყენოთ, ვიღაცამ რო თქვათ, მაგალითად, სამაგი დოზა დალიოს ცხიმწველისა, რა თქმა უნდა, უარყოფითად და ნეგატიურად იმოქმედებს. პირველი, ალბათ, ძალიან ადრეულ წლებში აზიის ჩემპიონატი მაქვს მოგებული. აბსოლუტური წონაშიც და აბსოლუტურშიც და მეორე რა თქმა უნდა არის არნოლდ კლასიკის მოგება წონაშიც და აბსოლუტურშიც. არნოლდ კლასიკის მოგება ეს რა ვიცი ძალიან იშვიათი მოვლენაა და მიხარია რომ შევძელე ეს. თუ რამე ძირითადი იყო ჩემს სპორტის სახეობაში მოგებული მაქვს დაიწყეს წოლჟიმის ასე ვთქვათ შეჯიბრის ჩატარება ამ მისტერ ოლიმპიის ეგიდით ფრთის ქვეშ ასე ვთქვათ იგივე ზომის მედალია, იგივე ზომის, თქვათ, სახელია და ჩემი მიზანია ამ მედლის მოგება, რომელიც ალბათ ერთადერთი ეს მედალი დამჭა მოსაგები, იმიტომ რომ ეხლა ხანს დაიწყეს უბრალოდ ამ მედლის გათამაშება და ამ შეჯიბრის ჩატარება. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო რესპონდენტები გამოდგნენ, მამაშვილი, გიორგი ბეროშვილები. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ის, რომ მამას და შვილიც ერთ გზას ადგანან, მამამ დაიწყო 25 წელია უკვე ამ საქმეშია და შვილიც ჩაერთო და ეს ერთის მხრივ რასაკვირველია აადვილებს უმცროსი გიორგი ბეროშვილის გზას გამომდინარე იქიდან რომ ყველაზე მაგარი დამრიგებელი და ყველაზე მაგარი მრჩეველი ყავს მამის სახით. მოკლედ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ აი იმ საუბრიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შემოგთავაზეთ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორზე გაუსვით, შევეცადეთ, რომ გაგვესვა ხაზი და ბევრ კითხვაზე შევეცადეთ, რომ გაგვეცა პასუხი. რაც თავარია, ამ საუბარში იყო გზავნილები, რომ ყველაფერს აქვს უკუ მხარეც, ამიტომ აუცილებლად უნდა დაწონოთ ყველაფერი და შემდეგ უკვე გამოიყენოთ
ყველანაირი დანამატი და ყველანაირი ვიტამინი, რომელიც რასაკვირველია უნდა შეიძინოთ ვიტამინში, რომელსაც მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ბაზარზე და გამორჩეული ხარისხის პროდუქცია გააჩნია, რომლისგანაც ბევრს თავად აწარმოებს საქართველოში. მოკლედ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, მე გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.